უახლესი ცნობები პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრში თურქეთიდან რეანიმატოლოგს ელოდებიან. პატრიარქის მდგომარეობა ისევ მძიმედ ფასდება, კონსილიუმი დასრულდა. ექიმებმა მკურნალობის სტრატეგია განიხილეს. მდგომარეობიდან გამომდინარე პატრიარქის უცხოეთში გადაყვანა არ განიხილება. კავკასიის მედიცინის centrში დილიდან იმყოფებიან სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები, კლინიკაში მიდიან ოცნების მთავრობის წევრები და ოპოზიციის წარმომადგენლები. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს საავადმყოფოსთან, რომელიც ფორმულას პირდაპირ ეთერს უერთდება. ვითარება ისევ რთულია. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ილია მეორე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მართვით სუნთქვაზე ცოტა ხნის წინ დასრულდა კონსილიუმი, თუმცა საჭიროებისამებრ ექიმები ისევ შეიკრიბებიან. ისინი მსჯელობდნენ სამოქმედო გეგმაზე, თუ კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რა პროცედურები ჩაატარონ, რა მედიკამენტები უნდა მიიღოს. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ჯერჯერობით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პროგნოზებს ვერ აკეთებენ. სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ საღამოს 7 საათისთვის უკვე ილია მეორეს მოინახულებს თურქეთიდან სპეციალურად ჩამოსული ექიმი რეანიმატოლოგი. იმდენად კომპლექსურია, ასე ვთქვათ, ეს ანალიზების მონაცემები და ასე შემდეგ, იქ არ არსებობს 1 და 2, იქ არის ძალიან ბევრი ინდიკატორი, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გაუმჯობესება და დადებითი დინამიკა იყოს, ზოგიერთ შემთხვევაში იყოს უარყოფითი. ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჭირდება კომპლექსურად შეფასება და ჭირდება, რა თქმა უნდა, დინამიკაში დაკვირვება. ეს არის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი. დინამიკაში ნიშნავს იმას, რომ დღეს ამ წუთას, ამ წუთას რაც გვაქვს, არ არის საჭირო ხვალინდელი, ზეგინდელი და მაზეგინდელი და ასე შემდეგ ეს გეგმები დავსახოთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ წუთას რაც არის ყველაზე რელევანტური, ეს გადაწყვეტილებები იქნას მიღებული 3 საათის შემდეგ, 4 საათის შემდეგ, რაც იქნება ყველაზე რელევანტური, ესეთი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო, მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. თქვენ როგორც მოგეხსენებათ, ამავდროულად შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც გააერთიანა ჩვენი ქვეყნის წამყვანი რეანიმატოლოგები. ფაქტობრივად მათ ყველა შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიებები არის ადეკვატური და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთობლივად, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით მოვახდინოთ დაკვირვება შემდგომ უკვე ყველა პარამეტრის და მაქსიმალურად შეთანხმებულად ვიაროთ პატრიარქის ჯანმრთელობის მართვის საკითხებში. რთულია ვითარება, მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი დინამიკა, რამდენად ეფექტური იქნება ის ჩარევები, რაც განხორციელდა. ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვა, სიზღდენა გაჩერებულია, სხვა დეტალებზე უბრალოდ რთული იქნება საუბარი. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ამ მედიკამენტების ფონზე წნევის შენარჩუნება ხერხდება, დანარჩენი უკვე დროის საკითხია და კლინიკაში მოსულები იყვნენ ოცნების მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, ასევე ადგილზე მოვიდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ჯანმრთელობას უსურვებენ ილია მეორეს. მე მინდა პატრიარქის ჯანმრთელობა უსურო და მადლობას გადავხდი ექიმებს, ყველა არის ბოლომდე ჩართული, მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ სათანადოდ იზრუნონ პატრიარქის ჯანმრთელობაზე. მადლობას მინისტრს, რომელიც ბოლომდე ყველაფერში ჩართული და სახელმწიფო რა თქმა უნდა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნა პატრიარქის ჯანმრთელობის. ეხლა მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, რომ ყველა ვიდგეთ ერთად ვილოცოთ მისთვის. ექიმები კონსილიუმი იყო, განიხილავენ საკითხებს, თუ რა როგორ უნდა გადაწყდეს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფოც, ჯანდაცვის სამინისტრო, ყველაფერს აკეთებენ თითოეული ექიმი, რომელიც ამ არის დაკავებული და ყველაფერი გაკეთება იმისთვის, რომ სამედიცინო ჩარევის შესაძლებელი გახდეს მისი ჯანმრთელობის გამოსწორება. თავარი არის შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი, ჩვენ ვლოცულობთ, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უნდა უსურვოთ ჩვენს პატრიარქს. ცხადია ის არის ხანდაზმულ ასაკში, არის თანხლები დაავადებებიც, არსებობს კრიტიკული მდგომარეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვინარჩუნებთ იმ ოპტიმიზმს, რომ ჩვენი პატრიარქი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. ვილოცოთ და კონდეს ძალიან დიდი იმედი
რომ მისი უწმინდესობა ჩვენი სულიერი მამა და მწყემსი ქართველი ერისა და ამ ქვეყნის ძალიან დიდი იმედი ძალიან მალე გამოჯანმრთელდება. ითქვა ისიც რომ თურქეთის სახელმწიფო და საღამოს ჩამოფრინდება ექიმი, რეანიმატოლოგი, მინისტრმა განაცხადა და მასთან კიდევ დამატებით იქნება კონსულტაციები და მისი რჩევები, რეკომენდაციებიც იქნება ალბათ გათვალისწინებული. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ხელოვნური ძილის მდგომარეობაშია, როგორც ეს მედიას უთხრა ამ კლინიკის დირექტორმა. მისი მდგომარეობა მძიმეა, არასტაბილური და საყურადღებო. შეგახსენებთ, რომ ის ღამის 3 საათზე შემოიყვანეს საავადმყოფოში მასიური სისხლდენით. საღამოს 7 საათისთვის წესით უკვე ადგილზე უნდა იყოს თურქეთიდან სპეციალურად გამოგზავნილი ექიმი და უახლოეს საათებში სავარაუდოდ ახალ ცნობებს მოგვაწვდიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.